ჩახედეთ სვანებში ამ საბრალო ბავშვებს და გულთან ახლოს მიიტანეთ მათი ტკივილი. წარმოიდგინეთ ოჯახი ორი შვილით, რომელსაც საერთოდ არაფერი გააჩნია. არც საძოვრები, არც მაცივარი, არც არეცხი მანქანა, არც გასქურა, არც ტელევიზორი. სახლშიც კი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხივის გადახდა უწევთ. სოციალური შემწეობის თანხის თითქმის ნახევარი ქირაში მიდის. როგორ უნდა იცხოვრონ დარჩენილი 300 ლარით მთელი თვე, როდესაც პამპერსი და ბავშვთა კვებაც აქვთ საყიდელი? ვერანაირად. საბრალო დედა მაღაზიაში პროდუქტებს ნისიად იღებს. ბავშვების დამტოვებელი არავინ ყავს და ამიტომაც ქალი ვერ მუშაობს. მეუღლეს არ აქვს მუდმივი სამსახური. ხშირად უწევს მძიმე ტომრების თრევა, რათა დღის ბოლოს 10-15 ლარი აიღოს და ბავშვებს საჭმელი მიუტანოს. 21 საუკუნეში ორი პატარა ბავშვის დედა საკვებს მაცივარში კი არა, ფანჯრის რაფაზე ინახავს. ტანსაცმელს გარეთ ჭის გაყინულ წყალში რეცხავს. შიშისა და რისკის ქვეშ გაზის ბალონზე ამზადებს საჭმელს. ბავშვების ადამიანურად დაბანაც კი შეუძლებელია. სახლში არც ცხელი წყალია, არც აბაზანა. გაიხსენეთ, ბოლო დროს რამდენი კარგი და კეთილი საქმე გააკეთეთ და თუ კი რაიმე გადადეთ, დღესვე გააკეთეთ. სიკეთე სიცოცხლეს ახალგრძნივებს. ეს ბავშვები ელოდებიან თქვენს დახმარებას. გადავიწყეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.